რას ნიშნავს ეს პოზიცია, რომ ქართველმა ახალგაზრდამ ჯარში არ უნდა იმსახუროს? ერთ მაგალითს ვერ იპოვით, ამდენი წელი ამაზე ლაპარაკობთ, მაგალითს ვერ იპოვით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯარში არ უნდა მიდიოდნენ ახალგაზრდები. არა, პირიქით, ისინი შექმნათ გარემო, რომ ხალხი ნებაყოფლობით მიდიოდეს, ვაფასებდეთ, კარგი ხელფასი იყოს, კარგი გარემო იყოს. იარაღი უნდა უყიდოთ, ჯარი რომელიც იარაღი არ აქვს, რაშინ არ აქვს ჯარს და ეს არა გვაქვს იარაღი. ხო, იარაღს არ ყიდულობ წლებია, 10 წელზე მეტია წესიად იარაღი არ გვიყიდია. ჩვენ ვართ მარტო ის წინააღმდეგ, რომ ძალით წავათრიოთ ადამიანები ჯარში. ჩვეულებრივი მონობის განმარტება არის, რომ ადამიანს ძალით ამუშავებ მისი ნების წინააღმდეგ. და ეხლა ჩვენ გვაქვს სისტემა, როცა ახალგაზრდას ძალით 3-დან 5 წლამდე თუ არ მეშლება, ციხით ემუქრებიან, თუ არ წავა ჯარში. ეს არის ამორალური და ჩვენ ამას ვებრძვით. არსად ცხოვრება ეს არის ქრისტიანული. ეს არის ჯარის მიმართ პატივისცემა, ეს არის ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომ ძალით წავიდნენ ჯარისკაცი კარგად არ იბრძვის. და ზოგადად ჯარში უნდა მიდოდეს ის ადამიანი, ვისაც სურს ჯარში წასვლა და საზოგადოება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ ხალხს სათანადოდ მოვეპყროთ, პატივისცემით, წესიერი ხელფასი გადაუხადოთ და ასე შემდეგ. ჩვენზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი კეთილს მომსწრე ხალხი არცელეს ტყუილს, მათ შორის იმას, რომ ჩვენ ჯარს ვებრძვით, რომ ჩვენ ვითომ არ გვინდა რომ ხალხი ჯარში მსახურობდეს. ეს უბრალოდ ტყუილია და აი ვინც თქვენ ეს ტყუილი გითხრათ, ჩათვალეთ ის უბრალოდ ჩვენ გვებრძვის ტყუილით და არ მგონია რომ ის ქრისტიანული ქცევა იყოს ასე ტყუილის გავრცელება. როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის შექმნა ხატად თვისად. მასში ჩადო რაღაცა ღვთიური, თავისნაირი რაღაც მიანიჭა და ეს რაღაც არის თავისუფალი ნება. ვერც ძველ აღთქმაში, ვერც ახალ აღთქმაში ვერ ნახავთ მომენტს, სადაც ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩაერია. ანუ მასზე იძალა და ძალით რამე გააკეთებინა. ყოველთვის ღმერთი გაძლევს არჩევანს. ეს ერთი გზა, ეს მეორე. ეს თავისუფალი ნება იმდენად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მას ღმერთი არასდროს არ შეხებია. აქედან გამოვდივართ ჩვენ, როდესაც ვიძახით, რომ არ შეიძლება ადამიანს რაღაცა მიზეზების გამო, რომელიც არ ვიცი, საჭიროებების ან რაღაცების გამო დაავალდებულო ისეთ რაღაცები, რაც მის ნებაში არ არის. ჯარში ძალით წაყვანასაც ამიტომ ვეწინააღმდეგები და არა იმიტომ, რომ რაღაცა არ გვინდა რომ ჯარი ყავდეს ან რაღაც მასეთ სისულელეები, რომელსაც ბევრს გაიგებთ. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ ძალიან მაგარი ჯარი ყავდეს. ოღონდ ამ ჯარში მიდიოდეს ხალხი, ვისაც უნდა წასვლა. იმიტომ რომ როგორც ძალით ექიმი არ არსებობს, ისე არსებობს ძალით ჯარისკაცი. ორივე არის არ ვიცი, შეცდომა იმ სიტუაციაში. თქვენ რო გიკეთებდეთ ოპერაციას ძალით სამედიცინოზე წაყვანილი ადამიანი. ეგ მოგინდებოდა თუ თვითონ რომ მოუნდა ექიმობა და ისწავლა და ძალით ხუდელი წავედგინე. ხო, ძალით რომ გდლა წაიყვანოს, ხო სისულელე იქნებოდა. აი როგორი გულით დაგლოცავდა ან როგორი გულით შეგინდობდა ის, ხო? ზუსტად ესევეა ჯარისკაცზე და ჩვენ გვინდა ძლიერი ჯარი, ოღონდ ნებაყოფლობით რომ მიდის ხალხი და არა ძალით.